გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მე გახლავართ იოსები, ბიუჯეტ სასტუმროს მენეჯერი და როგორც დაკვირდით, ვაგრძელებ ვიდეოების გადაღებას. დღევანდელ თემაში მე განვიხილავ ადგილმდებარეობას, იგივე ლოკაციას, იმიტომ რომ კონკრეტულად ჩემს სასტუმროსთან აღმოჩნდა პრობლემა ვიზიტორების მოგნების. იმის და მიუხედავად, რომ ყველა არსებულ პლატფორმაზე, სადაც კი არის ჩვენი სასტუმრო განთავსებული, ყველგან რა თქმა უნდა გვაქვს მისამართი მითითებული. თავისი რუკით, რა თქმა უნდა. თუმცა, სასტუმროები, რომლებიც ვიმყოფებით ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ცოტა რთულია, ჩიხებიდან გამომდინარე მოგნება და IP მისამართებიც, ანუ არ ემთხვევა რუკის მისამართებს. თან არის ბევრი ქუჩები, რომლებიც ერთნაირი დასახელებით არის, მაგრამ ზოგი არის ქუჩა და ზოგი არის აღმართი რა და ჩვენი არის აღმართი და შესაბამისად, ანუ ხდება არევა, ჩადიან ქუჩაზე, მერე ადიან მაღლა, ნუ მოკლედ იყო ერთი გაუგებრობა. და მოვიფიქრე ესეთი მარტივი გამოსავალი, ავდექი მთავარ ქუჩიდან გადავიღე ვიდეო ჩვენს სასტუმრომდე მოსასვლელი, შემდეგ ავტვირთე ეს ვიდეო ჩვენს პლატფორმებზე და მაგალითად, როდესაც ჩვენი ვიზიტორი მოდის უკვე აეროპორტიდან და გვეუბნება, რომ ვერ გვაგნებს, WhatsApp-ის ან Viber-ის ან რომელიმე სოციალური ქსელის საშუალებით, რითაც ის გვიკავშირდება, ვუგზავნით ამ ვიდეოს და მარტივად გადავწყვიტე პრობლემა. იმიტომ რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა რა, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან ვერ პოულობდი ვერანაირ გამოსავალს და ვნახე ესეთი მარტივი გამოსავალი, რამაც ძალიან გაამართლა, მინდა გითხრათ და ყველას, რა ვიცი, მე გირჩევთ, ვისაც გაქვთ ესეთი ბიუჯეტ ჰოტელები და სასტუმროები, პატარები, მე ესეთ ხერხს მივაგენი და ამ ყველაფერმა გაამართლა. მე მაინტერესებს, აი თქვენ, ვინც ხართ სასტუმროს მენეჯერები, აი თქვენი მოსაზრებები, აი მაგალითად რომელი სასტუმროც ცოტა ჩიხებში მდებარეობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ როგორ გამოსავალს პოულობთ. მე მაგალითად ვუყოლებ ძველი თბილისის ტერიტორიას ხოლმე და იქ ძალიან ბევრი სასტუმრო არის, ზოგი ქვაფენილზეა, ზოგი ჩიხშია, ზოგი აღმართშია და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორი გამოსავალი მოძებნეთ იმისთვის, რომ თქვენთან მომავალი ტურისტი არ დაიბნეს და ადვილად მოაგნოს სასტუმროს. მე ყოველ შემთხვევაში გითხარით ჩემი მაგალითი როგორიც იყო, ანუ გადავიღე ვიდეო მთავარი ტრასიდან ჩვენ სასტუმრომდე ამოსასვლელი. განვათავსე ეს ჩვენ პლატფორმაზე და ასე და ამგვარად მოვაგვარე პრობლემა. და ამ შემთხვევაში უკმაყოფილო ვიზიტორი ამ მხრივ ნამდვილად აღარ ყვევს, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივად აგნებენ ჩვენს მისამართს. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი აზრი და ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ გადაჭერით ეს პრობლემა. წარმატებულ საღამოს გისურვებთ ყველას.